ვიდრე დავასრულებ დარბაზში, ჩემთვის სრულიად უცნობმა გოგონამ თხოვა, რომ მას მივცე სიტყვა, გადმოსაცემი აქვს წერილი. მობძანდით, მე არ ვიცი, რა საქმეზე არის საუბარი, გისმენთ. ეს არის მიხეილ ციკლაური 26 წლის მამომიკლეს შეიარაღებულმა დაჯგუფებამ ბექაურების ხელმძღვანელობით, რომლებიც დღემდე არ არიან პასუხისგებაში მიცემულები. სად მოხდა უკაცრავად? ეს მოხდა თეთრწყაროს რაიონის სოფელ ორბეთში 4 თვის წინ. და არ არის გამოძიება დაწყებული? გამოძიება იძებნება მარტო ერთი ადამიანი, როცა ჩემი ძმა არსებობს მოწმე, რომ ამბობს გვარების გარეშე თუ შეგიძლიათ. როგორ აწამეს ჩემი ძმა რამდენიმე პიროვნებამ, თუმცა იძებნება მარტო ერთი ადამიანი. ეს ადამიანი სერგო ბექაური იყო ადრეც ციხეში 3 წელი იჯდა, თუმცა 11 წელი ჰქონდა მის ჯილი და ამინისტიით გამოვიდა. ჩაიდინა 3 თვეში ეს მკვლელობა. უდანაშაულობის პრეზუმპცია რომ არ დაირღვეს ჩვენს ეთერში გვარების გარეშე. ანუ თქვენი ძმის მკვლელობა არის გამოუძიებელი ამბობ? გვეუბნება გამოძიება, რომ იძებნება ერთი ადამიანი, თუმცა ჩემი ძმა არ მოუკლავს მარტო ერთ ადამიანს. იქ იყვნენ შეიარაღებული დაჯგუფება, რომლებმაც სასტიკად აწამეს და არის ამის მოწმე, როგორ იფარებდა ჩემი ძმა სახეზე ხელს და როგორ ურტყავდა რამდენიმე ადამიანი. ეს იყო ეგრეთ წოდებული მანკიროვკა, რაღაცა კეტები, ცული, აბსოლუტურად სუყელანი, ფეხით, ხელით აწამეს ჩემი ძმა. თუმცა იძებნება მარტო ერთი ადამიანი. დიდი მადლობა, თქვენი ძმის სახელი და გვარი. მიხეილ ციკლაური, ეს არის მისი დედის წერილი. მან ჯანმრთელობის მხრივ ძალიან ცუდად არის, რაც შვილი მოუკლეს და გავამატანა თქვენთან წერილი, რომ წაიკითხოთ და გულთან მიიტანოს ყველა იმ ადამიანმა დაისაჯონ მკვლელები. ეს არის ჩვენი დიდი თხოვნა. დიახ, ძალიან დიდი მადლობა. მე კი ჩემი პროდიუსერი მეუბნება, დიახ, შინაგან საქმეთა სამინისტროდან შეგვატყობინეს, რომ ადამიანს, რომელიც არის ბრალდებული, პატიმრობა უკვე შეეფარდა, ეს დაუსწრებლა და ის არის ძებნილი პრინციპში, რაზეც საუბრობდა ეხლა მისი და. კი ბატონო. კარგით.